რაღაცა მაგაში ვიყავი და მაგრამ კიდია სხვა რასი ფიქრებს. როგორ გაბედა? თიკა ჯამბურია და სკანდალი, აი განუყრელები არიან ერთმანეთისგან. კიდია. იმდენჯერ შემხვდა სიტყვა სკანდალი. ჩვეულებრივი ალქაჯი ვიყავი, ბიჭებს ვცემდი, ფანჯრიდან ვხტებოდი. მიდიხარ ყოფილი ქმრის ქორწილში. მაგრამ კიდია ვინოს იფიქრებს. მე რასაშინო კომენტარებს მიწერდნე. ყველა როჟით მიყურებს. აი ეს ახალგაზრდა ბიჭი მაფურთხებს შუა ქუჩაში. შინ მეგობრებთან ერთად ვიყავი და რომ მკითხეს ვისთან გაქვს შემდეგი ინტერვიუ, უთხრა რომ თიკა ჯამბურია ყველა მერთხმაში, აუ თიკა ჩვენი ბავშვობაო. მართლა? და ბევრისთვის ხოთა შორის, აი ჩემთვისაც ბავშვობასთან ასოცირდები, თუმცა მაინტერესებს შენთვის ვინ იყო აი ზუსტად ისეთი ასოციაცია ბავშვობაში. პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ბავშვობასთან ვასოცირდები, იმიტომ რომ ბავშვობის წლები ყველაზე კარგი მოგონების წლებია და ესე იგი რაღაც პოზიტიური და დადებითად თან რომ ვასოცირდები ძალიან კაია, ძალიან ასწორებს ეგ მიხარია. კი, მართლა. ჩემთვის ვინ არის ბავშვობა, ჩემი ბავშვობა ჰარის ჯექსონი. იმიტომ რომ ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მე უფროსი დები მყავს ერთი 9 წლით უფროსია, მეორე 12 წლით უფროსი და მე რომ აი უკვე აზრზე მოსვლას ვიწყებდი, მაგ ასაკში მახსოვს ჩემთან სახლში ტელევიზორში MTV იყო ჩართული სულ. ჩემდებს ჰქონდათ თავისი ოთახი, სადაც სულ პოსტერები იყო გაკრული სხვადასხვა ცნობილი მომღერლების და აი ამის ქვეშ გავიზარდე რა, რომ ისინი სუცეკვავდნენ რომ Backstreet Boys-ები და აი რაღაცა მაგაში ვიყავი და მე მყავდა აჩემებული ჯექსონი. ჩემი შეყვარებული იყო, სერიოზულად განვიცადე რომ გავიგე რომ ცოლი მოიყვანა. მე მამამ გვიყიდა, ესეთ დიდი ჩემოდანი იყო, რომელშიც იდო დიდი კამერა, ვიდეო კამერა. და აი ამ ჩემოდნით დავატარებდი ჩემდებს ყველა კუთხე კუნჭულში სახში კლიპებს ვიღებდი. ნუ აი ეს ხეთი ხეებზე რო დგას Air Songs რომ ღერის, ნუ აი ხო ყველა ხესთან გადაღებული მაქვს ეგ რომ ღერი ვარ, მთელ ამბავში ვარ და სულ მთელი ბავშვობა და ცხოვრება მქონდა ეგ რომ მინდოდა რომ სცენაზე ყოფილიყავი მეც რა, იმათნაირად როგორც ისინი იყვნენ. ქართული ესტრადიდან ვინ გახსენდება ასე? ბავშვობაში არავინ არ მეხსენდება ეგეთი ჩემი ღრმა ბავშვობიდან, იმიტომ რომ მგონი ქართული ესტრადა რომ მოიქოქა, მეც მაგასთან ერთად მოვიქოქე და ამიტომ ესე რო გითხრა რომ ჩემი ბავშვობა ვინმე იყო, ალბათ ჩემი თავი იყო. როგორ გახსენდება ბავშვობა და რა გახსენდება ისეთი, რაც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული სცენასთან? ძალიან მაგრად გამიმართლა, იმიტომ რომ სასწაული ბავშვობა მქონდა. აი ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა და ამასაც სულ ავღნიშნავ, რომ მე რო ჩამოვყალიბდი დღეს ესეთ ადამიანად და რაღაც მხრივ სულ პოზიტიურად ვფიქრობ, სულ დადებითად ვფიქრობ, ჩემი ბავშვობის დამსახურება არის, იმიტომ რომ მე ბავშვობის ესე ტრამვები, როგორც ასე ვთქვათ, არ მქონია. იმიტომ რომ აი რაღაც იდეალური, ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა. და სხვათა შორის მიყვირს ეს ძალიან, იმიტომ რომ ბავშვობიდან პოპულარული ხარ, ბავშვობიდან რასაც ქვია მუშაობდი და აი ახლა რომ წლები გავიდა და აი გახსენდება ის პერიოდი, არ გწყინს რომ ფაქტობრივად ბავშვობა არ გქონდა? მქონდა. აი როგორ ახერხებდი მაშინ რომ მე მქონდა ფანტასტიკური ბავშვობა. გარეთ ბავშვებთან ერთად თამაშობდე ეზოში და ასე ყველაფრის დრო მქონდა. და ასევე სცენაზე დგახარ და მთელი საქართველო გიცნობს. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. სკოლაშიც ჩვეულებრივი ალქაჯი ვიყავი, ბიჭებს ვცემდი, ფანჯრიდან ვხტებოდი მეორე სართულიდან და შატალოზე დავრბოდი და ვინც არ წამოვიდოდა კლასიდან შატალოზე ყველა საის ჩვეულებრივად საშინელებებს უკეთებდი. ანუ არ მქონია ის რომ ეხლა სცენაზე ვდგავარდე რაღაცა ის ვარსკვლავარ, ანუ ბავშვი ვიყავი და ძალიან ვირგებდი ამ ბავშვობას. და სხვა ბავშვები როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს მიმართ? ძალიან კარგი ყოველას. აი ანუ არ იყო ჩემ ბავშვობაში ეს ბულინგი, აი რაღაცა შეჯიბრი თუ რაღაც ის რომ აი ეხლა უფრო არის ეს ყველაფერი, ადრე არ იყო ესე. პირიქით. აი თითქოს ყველაფერი იყო პოზიტიურ ჭრილში, რომ ცნობილი რომ ვიყავი, ყველას უხაროდა, ყველას მოწონდა და ყველას ვუყვარდი. აი ეს არ იყო, ეხა აი ძალიან ხშირად მქონია ეგ მომენტი, რომ სადღაც შევსულ ვარ და აი უცებ
მიგუძნიან რომ ყველა როჟით მიყურებს. აი რატო რა დავაშავე? იმიტომ რომ თიკა ვარ ჯამბურია. აი მაგიტომ შემოუხედავთ როჟით. რომ აი ეგრევე. არა, მაშინ არა პირიქით აი ქუჩაში მეხუტებოდნენ, კოცნიდნენ, მადლობას მიხდიდნენ, მეფერებოდნენ, სკოლასთან ხვდებოდნენ, ნუ აი თაყვანისმცემლების რა რაოდენობა მყავდა ვერ გეტყვი. ბიჭებიც. ნუ გოგოებიც ხარ რა თქმა უნდა ფანები, რასაც ქვია, ყავდა ჩვენ 90-იანის მომღერლებს. იმიტომ რომ მე მახსოვს, მანქანიანად ხელში ავყავდით კონცერტების მერე ფანებს, ტიროდნენ, ჩვენ დანახვაზე გული მისდიოდათ, სახლის კართან რიგები მქონდა, ტელეფონი სახლში არ ჩერდებოდა. აი ეს ყველაფერი მართლა შევიგრძენი რა, აი მართლა ვარსკვლავური ცხოვრება რაღაც მომენტში მაქვს გავლილი. ხო და ამას ვგულისხმობ, აი როდესაც ასეთ ცხოვრებით ცხოვრობ, არ გიჭირდა გარეთ გასვლა და აი დაგავიწყდეს რომ აი შენ ხარ ის ადამიანი ვისაც ყველას უნდა ფოტო ჩახუტება ზედმეტად ძალიან კარგი იყო ანუ მოგწონდა ეს ძალიან მომწონდა და ძალიან მავსებდა და მსიამოვნებდა არ მიშლიდა ხელს რა ის არ მქონდა რომ არასდროს არ მქონია ეს მომენტი რომ მე თიკარ ჯამბურია და რაღაცაში თავი უნდა შევიკავოთ რაღაც აი არასდროს არ მქონია პირიქით დღემდე ეგრე ვარ რა ანუ ჩემი ცხოვრება არის და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და მაგრამ კიდია სხვა რასი ფიქრებს რომ შევადაროთ იმ დონის პოპულარობა დღეს საკმაოდ იკლო პოპულარობა რასთან შეიძლება დავაკავშიროთ ეს პოპულარობამ კი არ იკლო არ იკლო საერთოდ პოპულარობა იკლო უფრო მოთხოვნადობა ამთ როგორ უნდა ვთქვა არ ვიცი რა ხო მოთხოვნადობა ხო პირდაპირ არის დაკავშირებული პოპულარობასთან ვერ ვიტყოდი იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები ჩემი ჩათვლით დღეს შოუ ბიზნესში რომლებმაც რაც არ უნდა გააკეთონ ყველაფერი არის განსახილვი თემა ყველაფერი არის მაგაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით ხო ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ჩემო პოპულარობა მიკლო რომც არ მინდოდეს მაინც ყველაფერი ისე გამოდის რომ ძალიან ვარდება და ძალიან სკდება ჩემს ირგვლივ არა და არასდროს არ ყოფილვარ ადამიანი რომელსაც მოწონს სკანდალები და ზალით აკეთებს რაღაცებს რომ სკანდალური იყოს იმ დროს რომ შევადაროთ შენი სიმღერების რაოდენობა ხო იკლო კი და რატომ არ გქონდა სურვილი ან რამ განაპირობა აი ამ სიმღერების დეფიციტი? იმ დროს მე არ მახსოვს, დღე არ იქნებოდა ჩვენ რა კონცერტი არ გქონოდა. თითქმის ყოველდღე კონცერტი გქონდა, ყოველდღე სტადიონებზე კონცერტები, სპორტის სასახლეში კონცერტები, ტურნეები, აი უთვალავი, აი ძალიან გადატვირთული ვიყავი. ყველა ხელს მიწყობდა იმაში, რომ იცოდნენ, რომ მართლა ძალიან ვიღლებოდი, იმიტომ რომ რავი, აი 10-11 წლის ბავშვი თითქმის სულ სცენაზე იდგა ყოველდღე. ამიტომ რა ეხა აღარ არის კონცერტები საერთოდ და რავი, აზრს ვერ ვხედავ, რომ ანუ ახალი სიმღერა ვაკეთო. და შენი ერთგული მსმენელი ხომ დარწმუნებული ვარ ელოდებიან ხო ვაკეთებ ხოლმე ბოლო სიმღერა ვაკეთებ კი სიმღერებს ვაკეთებ რო ვთქვა რომ არ ვაკეთებ ძალიან მოვიტყუები ამიტომ არის რამე ახალი რაც შეიძლება მალე ვიხილოთ მოვისმინოთ კი არის ეხლა ცოტა ხეთი შეშინებული ვარ ამ ბოლო დროს რა აურას შემდეგ აურას მერე ცოტა შეშინებული ვარ რამე ისეთი არ ვთქვა ტექსტში რომ ვიღაცამ რაღაც ისე გაიგოს როგორც მას არ ისიამოვნებოდა შენი აზრით რატომ გამოიწვია ამ სიმღერამ ასეთი რეაქცია აი იმ სიტყვებმა ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა არ არის ეგრე ნახე იქ მოდი გავშიფროთ სიტყვა დამსახურება აქედან დავიწყოთ დამსახურება არ არის სიკვდილი დამსახურება არ არის კატაკლიზმები დამსახურება არ არის ბედი იღბალი დამსახურება არ არის კიდევ მრავალი ასეთი რაღაცები ვერავინ ვერ იტყვის რომ ვინმე რომ გარდაიცვლება ის მან დაიმსახურა ანუ თვითონ სიტყვა გაიგეს არასწორად. ბევრმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არის ეს. დამსახურება არის, როდესაც მაგალითად. მე კარგად ვიმაცადინებ სკოლაში მივალ და დამსახურებულ 5-იანს მივიღებ. დამსახურება არის მაგალითად, როდესაც მე მინდა რომ რაღაცას მივახციო, ამისთვის ბევრს ვიშრომებ და ამას დავიმსახურებ. ანუ რა გამოდის? მე თუ ბევრს შრომობ, მე თუ ბევრს მუშაობ და დავიმსახურებ იმას, რომ ამისგან ამის საფასურად მივიღებ კარგ ცხოვრებას. სახელს, ფულს, ხო დავიმსახურე. ანუ აი ეს არის, ნახე, სიტყვის გაშიფრვა.
ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა. მე თუ არაფერს არ გავაკეთებ იმისთვის, რაც მინდა, იმას ვერ დავიმსახურებ. მე თუ ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რაც მინდა, კარგი, ფინალიც ექნება ამ ყველაფერს. ხო არის ისეთი მაგალითები, როდესაც ადამიანი აი ძალიან ბევრს შრომობს, აი ბევრი რაღაცას, მაგრამ ვერ აღწევს რაღაც წარმატებას. აი იმ ესე იგი არასწორ გზაზეა. როგორ უნდა მიხვდე, რომ სწორ გზაზე ხარ? არ ვიცი, მე ჩემ ცხოვრებაში კარგი, მაშინ შენ ცხოვრებაზე რომ გავაკეთო, დავიღოთ მაგალითი. აი რა დაიმსახურე? ან ცუდი კითხვაა? კარგი, მოდი მაშინ რაზე ხო, აი გამეცი პასუხი. რა დავიმსახურე, კი. დავიმსახურე ის, რომ ჩემი დაუღალავი შრომით, ჩემი ძალიან ბევრი მუშაობით ავიხდინე ყველა ის სურვილი, რაც დღეს მაქვს. დავიკელი წონაში, ის რაც ძალიან მინდოდა. გავხსენი ჩემი კაფე. მაქვს ჩემი ბიზნესი. ყავს კარგი სამეგობრო, მაქვს ძალიან კარგი ცხოვრება, რასაც ჩავიფიქრებ, თითქმის ყველაფერი მიხდება. ანუ აი ამას ვიმსახურებ ამ ყველაფერს. იმასაც ვიმსახურებ, რომ მე არ ვარ ბოროტი ადამიანი და არასდროს არ ვფიქრობ და არასდროს არ მშურს არავისი და არავის ჯინაზე არაფერს არ ვაკეთებ და რაღაცნაირად სამყარო ამ ყველაფერს ისე მიტრიალებს, რომ ჩემი ყველა სურვილი და ოცნება რაც არის, იმისთვის მე ვშრომობ და შემდეგ აუცილებლად კარგი ფინალი მაქვს ამაზე. ამიტომ მე ვთვლი, რომ კი, ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორც დავიმსახურე. და ჯერ კიდევ წინ მაქვს ყველაფერი. პოპულარობას აქვს უარყოფითი მხარეც. რა გახსენდება ყველაზე მტკივნეულად? ბულინგი და ვერაფრით ვერ ვხარშავ ტვინში, ვერ ვპატიობ და ვერ გადამაქვს მარტივად ის, რომ ძალიან დაუმსახურებლად ხდება ხოლმე ჩემს მიმართ ბულინგი. ხე აქაც დამსახურებასია საუბარი. ხო. იმიტომ რომ ნამდვილად მე არ ვაკეთებ არაფერს იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩათვალონ და მისცენ საკუთარ თავს უფლება, რომ ჩემზე რამე ცუდი თქვან. იმიტომ რომ მე არასდროს არ შევხებივარ იმ ადამიანებს, არასდროს არ შევხებივარ არავის პირაც, ცხოვრებას არასდროს არ გამიკეთები ისეთი რამ, რომ ადამიანებმა უბრალოდ გადაწყვიტონ, რომ აქვთ უფლება, რომ მე შემეხონ ცუდად. აი გამახსენე ერთი რამე, რაც შეიძლება იყოს ისეთი გამაღიზიანებელი, რამაც თქვათ მოგცეს შენ უფლება, რომ მე დამაბულინგო. არ არსებობს მასეთი ფაქტი, რადგან ყველას თავის პირადი ცხოვრება აქვს და თვითონ წყვეტს ადამიანი მოიქცევა კარგად, ცუდად თუ რა ვიცი. და ძალიან წინს, როდესაც ფიქრობენ, რომ მე არ მაქვს უფლება პასუხი გავცე ხოლმე ჩემ ბულინგზე. როგორ გაბედა? როგორ? ანუ მე უფლება და მე იწყება, რომ ჩემ გვერდზე რასაც მინდა იმას დავწერ. და მე რა ჩემ ცხოვრებაში რასაც მინდა იმას ვერ გავაკეთებ? ვთვლი, რომ ბავშვისთვის ხო, ძალიან დიდი პასუხისგებლობა ჰქონდა აღებული იმ პერიოდში და ძალიან მარტივი იქნებოდა ჩამოყალიბებულიყო სხვადასხვა სახის კომპლექსები. აი ამ ბულინგიდან გამომდინარე. რა იყო ესეთი? ბავშვობაში არ მქონდა. კარგი, მაშინ როდის დაიწყო? ეხლა დამეწყო. აღარ კი, ხალხში ყოფნა აღარ მსიამოვნებს. აღარ მომწონს ხალხ მრავალ ადგილებში ყოფნა, იმიტომ რომ მეშინია და მგონია რომ ვიღაცა ჩემზე რაღაცას იტყვის, ან ცუდად მეტყვის. მით უმეტეს ეხლა, როდესაც რაღაცნაირი ტენდენცია არის ჩამოყალიბებული, რომ ყველაფერი მოსულა. და ყველას ყველაფრის უფლება აქვს. და ამ წუთას შენ ხომ კომფორტულად გრძნობ საკუთარ თავთან? ჩემს ნაჭუჭში. და მაშინ რა განაპირობებს ამას, რომ არ მოგწონს მაგალითად ხალხმა? ზოგადად ინტროვერტი ვარ, შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ ვარ. სტადიონებზე. ხო, ვარ, მიყვარს მარტოობა, მიყვარს ჩემი ოთახი, ჩემი სივრცე, უნდა მქონდეს, როდესაც დაღლილი ვარ მარტოობის დრო, არავინ არ უნდა შემაწუხოს და ხო, აი არ მიყვარს ესეთი ენერგიული, ზედმეტად შემაწუხებელი ენერგიის ადამიანები, ვერ ჩერდები ეგეთ ადამიანებთან, არ შემიძლია, გავრბივარ სულ. რაღაც შეიძლება მიზეზი მოვიგონ, აი როგორ გიხარ მაგალითად, შეიძლება აი ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი, მაგრამ სადღაც შევდიოდი და იქ დავინახა, რომ ვიღაცა ისეთი ისისაც ვიცნობ და იმან ვერ დამეხა, გამოტრიალებული ვარ და წამოსულ ვარ, იმიტომ რომ იმ მომენტში მინდოდა მარტო ყოფნა და არავისთან ურთიერთობა არ შემიძლია. და ეხლა ამ ბოლო დროს აი ამდენი ბულინგის მერე, ამდენი რაღაცა აი ბევრი ნეგატივის მერე, სულ ვცდილობ, რომ აი ხალხ მრავალ ადგილებში აღარ მოვხვდე და აღარ ბულინგი რა თემაზე იყო?
რაიმე ყველაფერზე არის ბულინგი, აბსოლუტურად ყველაფერზე რაც არ უნდა გავაკეთო. ცოტა კი მართალია მკიდია ეგ ყველაფერი და მაინც იმას ვაკეთებ რაც მინდა. მაგრამ აი როგორ გითხრა, იმდენად ვუფრთხილდები ჩემ აი ამ კარგად ყოფნას და აი ამ ჩემ ენერგიას, რომელიც ეხლა მაქვს და ენერგეტიკულად რაღაცნაირად პოზიტიურად ვარ და კარგად ვარ. არ მინდა რომ ვინმე აი უდნომეის დამიზიანოს ირგვლივ აი ეს ყველაფერი. და ვუფრთხილდები ძალიან. უზომოდ მიკვირს, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ხო, რაღაც აი მართლა მთლიანად არ დაიკიდეს ხვისი აზრი. მკიდია. კიდევ ერთხელ ვამბობ. თუმცა არ მინდა რომ დამაზიანონ. მე ვიცი რომ ვარ ძალიან ემოციური და ძალიან ფეთქებადი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვპატიობ, შემიძლია ადამიანებს ყველაფერი გავუტარო, შეიძლება ძალიან ცუდად დავფეთქდე და ძალიან ცუდი რაღაცები ვილაპარაკო. რა გახსენდება ბოლო ასეთი? ვინ არის შემდეგ მეგობრები დავკარგე მაგალითად, რომლებაც გააპროტესტეს ჩემი იქ გამოსვლა. არ მინდოდა მაგ თემას შევხედავდი. რატომ, რადგან იმედზე როგორ აგიხსნეს თავისი? მე ვერაფრით ვერ ვხვდები მათი როგორ გითხრა, ანუ აი მეგობრობა მათთვის რას ნიშნავს. იმიტომ რომ მე სხვანაირად მესმის მეგობრობა. მე მათ ადგილას პირიქით. სულ რომ პოლიტიკური სხვა მხარე ვიყო ან რაღაცა, ჩემთვის მეგობარი არის და მისი საქმე არის, მე არ დავდგები და ამას სახალხოდ არ განვიხილავ. როდესაც გადაწყვიტე მიგიღო მონაწილეობა მაგ პროექტში, ფიქრობდი რომ მოყვებოდა მსგავსი რეაქცია? არასოდეს არა, ვერ ვიფიქრე. იმიტომ რომ მე მგონია რომ მე ჩემი საქმე გავაკეთე და ის გავაკეთე, რაც ძალიან მაგრად გამისწორდა და ისეთი სიამოვნება მივიღე. ისე დავიტვირთე და ისეთი ავსებული ვარ ამ პროექტის მერე, რომ მაგრამ კიდია ვინმეს იფიქრებს რა. ზოგადად ამ მეგობრების და ხალხის რეაქციის მიზანი და მიზეზი გესმის, რატომ მოხდა მაგ პროექტის გამო ასეთი უკავშირი შენს მიმართ? კი, მესმის. რა არის ის? მგონია რომ რაღაც პერიოდის მერე ჩემი ვოკალურ მონაცემებს ძალიან გატეხილი ქონდა სახელი. რომ თითქოს თიკა ვეღარ მღერის. ერთი წუთი ბოდიში რომ გაწყვეტინებ, ფიქრობ რომ მართლა შენს ვოკალის და პროფესიონალური მხარეს განიხილავდნენ და მაგიტომ დაკარგე მეგობრები? იყო კი, განიხილავდნენ, რომ ეს მაშინ არ ყოფილა ბევრი იყო, რომ იცი როგორ არის, თიკა ისე ვეღარ მღერის, თიკა ვერ მღერის, იყო ეგ. თუმცა მართლა მქონდა ეგ პერიოდი, მე ძალიან დიდი სტრესი გადავიტანე და სტრესის მერე ადამიანებს უჭირთ სიმღერა. და ეხლა ამ პროექტით რაღაცნაირად დავამტკიცე, რომ ისევ შემიძლია სიმღერა და შეიძლება ვიღაცაებისთვის ეს ძალიან რთული გადასატანი იყო. ხომ არ ფიქრობ, რომ ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ არასწორ დროს ხდებოდა მასეთი გადაცემის აფიშირება. აი, როდესაც გარეთ ახალგაზრდა ბავშვებს ცემენ, არა სწორად ექცევიან და იმ როგორი მძიმეთება ზოგადად და ამ დროს და მე რა ვქენი, რანუ ჩემი შეცდომა რა იყო, რაში იყო, რომ მე რამე პოლიტიკური აზრით გამოვთქვი, ვინმეს უთხარი რომ ეს სწორია. მაგას არ ვამბობ იმას, რომ აი ამ პერიოდში, როდესაც აი რუსთაველზე ხდება ეგ, ჩვენ ვხედავთ რას, რომ ის ხალხი, რომელიც იქ დგას, სამინისტროებში არ მუშაობენ, ტელევიზიებში არ მუშაობენ. რომლები? აი ეს ხალხი ვინც იქ დგას. იქ. კი. ნუ ისინი გამოდიან რატომ? რომ დაიბრუნონ თავისუფლება, დაიბრუნონ დემოკრატია და ასე შემდეგ და ჩვენ ამ დროს ნახე, მე სკოლიდან გამოვდიოდი და ვიდექი ზუსტად იგივე მიზეზით აქციებზე. მე ინსტიტუტიდან გამოვდიოდი და ვიდექი ზუსტად იგივე მიზეზით აქციებზე. არაფერი არ შეცვლილა ჩვენ ქვეყანაში არასოდეს. და რაღაც პერიოდის შემდეგ მოვდივარ სახლში ერთვენიერ დღეს და აი ეს ახალგაზრდა ბიჭი მაფურთხებს შუა ქუჩაში. ვაუ. და გაიქცა. გაიკიდნენ იქ ახალგაზრდა ბიჭები, ისინი. ამის შემდეგ მე ჩემ თავს მივეცი
პირობა და სიტყვა, რომ არასოდეს პოლიტიკაში აღარ ჩავერევდი. აღარც სიტყვას ვიტყოდი პოლიტიკურს, აღარც არაბის გვერდზე არ დავდგებოდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დღემდე ვასრულებ ამ ჩემს სიტყვას და ძალიან მყარ პოზიციაზე ვდგავარ. მე არ მინდა რომ ვინმე ისევ შემეხოს იგივენაირად, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემთვის ძალიან რთული. რა მიზეზით შემოგაფურთხა? სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ვიდეო რგოლში ვიყავი. და მოვიდა და რატომ უჭერ სალომეს მხარსა? შეიძლება ვიღაცისთვის არ რთული იყოს ეს ყველაფერი. მეც მყოლია პოლიტპატიმარის სახლში და მამაჩემი 2 წელი პოლიტპატიმარი იყო და ძალიან რთული იყო ეს ჩემი ოჯახისთვის. მე არასოდეს გვერდში არავინ არ დამდგარა იმ 2 წლის განმავლობაში, უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობდით მთელი ჩემი ოჯახი და კაცი შვილი არ იყო, ვინც რამე დახმარება დახმარების ხელი გამოგვიწოდა. ვიცი რა რთული არის ეს ყველაფერი. ვიცი რა რთული არის, როდესაც შენი ქვეყნის ხელისუფლება ძალიან ცუდად გექცევა. ვიცი ეს ყველაფერი ძალიან ცუდად და მწარედ მაქვს გამოვლილი ცხოვრებაში. და აღარ მინდა უბრალოდ რომ საერთოდ პოლიტიკა არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში. ხო შეიძლება მე ხო მაქვს ამისი უფლება. ჩვეულებრივი ერთი მოქალაქე ვარ, რომელსაც მაქვს უფლება რომ უბრალოდ აღარ შევეხო პოლიტიკას. რატომ აძლევენ ადამიანები საკუთარ თავს უფლებას რომ მაინც და მაინც მაიძულონ რომ გინდა თუ არა რაღაცა გავაკეთო. არ მინდა. როგორც შენ არ გინდა მაგალითად რაღაცის გაკეთება, ისე არ მინდა. მესმის რომ ეს შენი ქვეყანა არის, მესმის ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ძალიან გული მტკივა. ყველა პოლიტპატიმარზე და საშინელება არის და მთელი არსებით მათ ოჯახებს bis გვერდში ვდგავარ და ვუთანაგრძნობ, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში აღარ მინდა პოლიტიკაში ჩარევა. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრ სტრესს გაუძლო, ძალიან ბევრ ტკივილს გაუძლო და ვარ კუდრეთით აღსგარი ადამიანი, რომელსაც უნდა რომ საკუთარ თავთან იყოს კარგად. ანუ ეს გადაწყვეტილება მიიღე იქიდან გამომდინარე, რომ გინდა რომ კომფორტში იყო. კი მინდა. იქ და იქიდან გამომდინარე კიდე რომ ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ახლა უკვე ახალთაობას აქვს ამის შანსი და საშუალება, რომ თვითონაც დადგნენ და იბრძოლონ თავისუფლებისთვის და სიამოვნებით უყურებ მათ. ბოლო შეხება ამ თემას და გადავიდეთ სხვა კითხვაზე. ხომ არ ფიქრობ, როდესაც შენ გაქვს გამოცდილი უკვე ეს ტკივილი, ეს შეიძლება ძალიან ბევრს დაეხმაროს, როდესაც გამოხვალ და იტყვი, რომ ხალხო, მე ეს უკვე გამოვცადე ჩემს თავზე. ერთ რაღაცას ვიტყვი რა, მე ვერ დავდგები იმ ადამიანების გვერდზე, რომლებმაც მე დამინგრიეს ბავშვობა რაღაც პერიოდში. იქ დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი ოჯახი ფაქტიურად მიწასთან გაასწორეს და მე არიან, პოლიტიკური ისეთი ადამიანები, რომლებიც იქ დგანან და მე ძალიან მაღიზიანებენ ეს ადამიანები, თუმცა ჩემი მთელი სამეგობრო, რა ვიცი, ყველა იქ დგას და ძალიან კარგად იცის ყველა ჩემი პოზიცია, მაგრამ ესე მე არ მინდა სახალხოდ ამ თემაზე ლაპარაკი. ვისი ამბობ, ვინ დაგინგრია? ვერ ვიტყვი ამ ყველაფერს, ყველამ ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი და არ მინდა. ეს არის მოქმედ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ შენი ოჯახის წინააღმდეგ? მამაჩემი იყო დაჭერილი. და ძალიან რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, მე 13 წლის ვიყავი მაშინ. და მამაჩემთან ერთად მეც დამიჭირეს იმ მანქანაში, მეც ვიჯექი, როდესაც დამიჭირეს და ანუ საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს გავლილი და არ მინდა. ვიცი რომ ძალიან თვით კრიტიკული იყავი ერთი პერიოდი. და გადაცემებში რომ მიდიოდი სულ მაგაზე ამბობდი, რომ ეს არ მომწონდა, ის არ მომწონდა. პირდაპირ ვიტყვი რომ ეს იყო წონასთან დაკავშირებული. ახლა როგორ გრძნობ თავს? გიჟდები ჩემ თავზე ისე მომწონს. როგორ მიხარია, როდესაც ადამიანი ამას ამბობს? მართლა ძალიან მომწონს ჩემი თავი და რა ვქნაო. იცი რა არის, რაც უფრო დრო გადის, ხვდები, რომ აი რაღაც ჩემ ცხოვრებაში ცოტა დიდი ადამიანები რა რჩევებსაც მაძლევდნენ და რასაც მეუბნებოდნენ, რომ ეს ესე იქნება და ეს ესე იქნება და ეს ესე არის და არ უჯერებდი და მეგონა რომ უბრალოდ უფროსები ესე ლაპარაკობენ. ყველაფერი მართლა მართლდება რა და რაც უფრო ვიზრდები, უფრო მომწონს ჩემი თავი. უფრო ნატურალური ხდები, მაგალითად ყველანაირი ფილერი ტუჩიდან ამოვიღე. ფრჩხილებზე შილაკიც კი დავიძრე და ჩვეულებრივი ფრჩხილებით დავდივარ. ჩემი თმისფერი დავიბრუნე. ანუ რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ
ძალიან მიყვარს ჩემი თავი და ანუ აღარ ვცდილობ რომ ვიყო რაღაცა ხელოვნურად ლამაზი ან ხელოვნურად კარგი რა ზუსტად უბრუნდები იმ ჩემ რაღაც საწყის თიკას რომელიც ბუნებრივად არის და ძალიან კაია ანუ გამოდის რომ ეს ხელოვნურად სილამაზე იყო შენს ცხოვრებაში ფრთხილად და მოგიწია. იცი რა არის, ეგეც ასაკობრივია რა, ჩემ შულსაც ახლა რა ვუყურებ, ულამაზესი არის რაღაც საოცარი ბავშვი და სულ კმაყოფილოერი თავისთავად, თუ რაღაცა არ მოწონს და ეგეც ასაკობრივი არის რა. სანამ აი დაღვინდები და მიხვდები რომ ძალიან კარგი ხარ, ბევრი დრო გჭირდება ამისთვის. შენს შემთხვევაში წონის კომპლექსი ხალხიდან გამომდინარე იყო ჩამოყალიბებული? დიდი დამსახურება ჰქონდა ხალხს კი ამისი საკმაოდ, იმიტომ რომ აი თუნდაც მაგაზეც რა. მე რასაშინელ კომენტარებს მიწერდნენ. აი კატასტროფებს და წონაზე. ხო და თან როგორ არის, გინდა თუ არა, სადღაც რომ გამოჩდები, აი ნუ დაიკიდეს რომ მეუბნებიან, ეხლა გეტყვი ერთ რაღაცას რა, როდესაც ანუ სახალხო ადამიანი ხარ. თუნდაც მღერი ხო? რისთვის მღერი? შენთვის ხო არ მღერი? ანუ გინდა რომ ხომ შეგაფასოს და მოგისმინოს ხო? გაინტერესებს შენი მსმენელი როგორ შეგაფასებს, სხვა როგორ შეგაფასებს და ელემენტარულად შედიხარ და ნახულობ რა, ვინ რას გიწერს, ან ვის როგორ მოეწონა და აი სიმღერას ვერ ჩაწერა ხალხს და ქვემოთ კომენტარები რომ ფულ ძროხა, რამ სისქეა. აი მე არ ცხენი ამ ხელა ეს პატარა გოგო რამ ხელა ქალს გავს და რაღაცნაირად სადღაც ხო ილექება ეს შენში ხო? უეჭველი ილექება რა და ძალიან ცუდია, მაგის უფლებასაც რო აძლევენ ადამიანები აი არასდროს არ დამიშვია ტვინში ჩემს გონებაში რომ თუნდაც აი ვიღაცა მენახა მართლა გულში მეფიქრა როგორ გასუქდა მაგრამ მე თქვა პირში რა აი ვინმე კითხება როდის გადაწყვიტე რომ ოპერაცია გაგიკეთებინა? ოპერაცია არ გამიკეთებია ანუ ბარიატრის ოპერაცია არ გამიკეთებია ბარიატრია მე ბევრი სხვა ოპერაციები მაქვს გაკეთებული მაგრამ ბარიატრია არ გამიკეთებია ეს წუთი ანუ ეს ტყუილია ტყუილია კი ამასაც მაბრალებენ არ არსებობს ანუ ჩემი fact checking-მა ცუდად იმუშავა არა მართლა არ მე მაქვს ნაღლის ბუშტის ოპერაცია გაკეთებული მაქვს 2 პლასტიკური ქირურგია გაკეთებული რა გაქვს გაკეთებული მამაპლასტიკა მაქვს გაკეთებული და მაქვს მუცლის პლასტიკა გაკეთებული, რომელიც ძალიან მაკომპლექსებდა და ძალიან მშობიერების მერე მქონდა მუცლის პრობლემა და ესეც მოვიგო. აი ყველაფერი ხო გეუბნები, რაც მინდოდა რომ მქონოდა და რაც მაკომპლექსებდა, ყველაფერი მოვიგვარე. თიკა, რამდენად მნიშვნელოვანი არის შენთვის დღეს, რომ იყო ცნობადი? უკვე როგორ ვარ იცი, რაღაცნაირად მიჩვეული ვარ მაგას და ალბათ ძალიან გამიჭირდება ცნობადობის გარეშე ყოფნა. იმიტომ რომ მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მომწონს, აი თითქოს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა არის ის, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვარ. რამ გამოიწვია ეს სიყვარული? შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვობაში დაგაკლდა ქება? დღემდე მაკლია მე ქება. არასდროს არ მაქებენ სახლში მაგალითად. დედა არასდროს არ მაქებდა. ეგონა რომ თუ შემაქებდა თავში ამევარდებოდა. ეგ ხო რაღაც მაგ თაობის წარმოდგენა არის რომ შულს ნაკლებად უნდა შეაქო და არ უნდა უთხრა თორე გაფუჭდება თუ რაღაც. თუმცა ასეთი ბავშვები ფუჭდებიან, მაგრამ სხვა მხრივ ფსიქოლოგიურად ეს ძალიან მოქმედებს. ძალიან კი. კი, ყოველთვის მაკლდა რა. მიუხედავად იმისა, რომ დედა იდეალური დედა იყო და გადაყოლილი დედა იყო ჩემზე და ფაქტიურად თავისი მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა, არ მაქებდა არასოდეს. გითქვამს ეს მისთვის? კი. რა გითხრა? ვერ ხვდება, ხო იცი რომ ვერ მიხვდება მაგას, რომ მეტი მე რა უნდა გამეკეთებინა, ყველაფერს შენთვის ვაკეთებდი. ეხლა ამ ბოლო დროს დაიწყო. რომ ხედავს რომ მართლა დღე და ღამე ვშრომობ და მართლა დღე და ღამეს ვასწორებ შრომაში, კარგი გოგო ხარ. ისე მეტყვის ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეგობრობთ რა და ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, უჭირს მაინც იცი როგორ უჭირს კარგის თქმა, ძალიან უჭირს. და ებრძვის ხოლმე თავის თავს. ესეც შეიძლება დავაკავშიროთ მის მშობლებზე. ალბათ ხო. ეს მოდის ხოლმე. როდესაც ვემზადებოდი ინტერვიუსთვის ჩემი არა საყვარელი სიტყვა უნდა ვიხმარო ახლა. იმდენჯერ შემხვდა სიტყვა სკანდალი. ხო და რა? მივხვდი რომ აი
თიკა ჯამბურია და სკანდალი, აი განუყრელები არიან ერთმანეთისგან. არა, როგორ არ მინდა და არ მომწონს ეგ ფაქტი, რომ მე სკანდალური ადამიანი ვარ, ვერ გეტყვი. შენი სიტყვებია, რომ პრესა აბსოლუტურად ყველაფერზე წერდაო, ჩემს შესახებაო. ეხაც ეგრეა. რას ფიქრობ? რისი ბრალია ეს? ერთი პერიოდი იყო რაღაცა გვერდი hot G თუ რაღაცა ერქვა. და ხალხო მართლა არ გეხუმრებით. თიკა ჯამბურია სახლიდან გამოვიდა, მარცხენა ფეხი გამოდგა. თიკა ჯამბურია მაკდონალდსში შევიდა და ჰამბურგერი შეჭამა. აი, სრულიად იდიოტიზმის სტატიები იწერება და ყოველ წამს ჩემზე ყველაფერზე და რატო? თიკა ჯამბურია ცუდად გახდა და საავადმყოფოშია ბატონები აქვს. აი, სიგიჟე არ არის? არ ფიქრობ? უпростоროდ სანამ ამ კითხვას დავსვავ. მოგწონს ეს შენ? არა. და არც მოგწონდა ამას დროს. რამდენჯერ დამირეკავს და კივილით. აიღეთ ეხა დროზე. აი ეს აკრძალულიც აქვს რამოდენიმე, რა ქვია მაგათ, გვერდები თუ რა არიან? პეიჯები ჩემზე რამის დაწერა. ვის მაგალითად და რატომ? რამ გამოიწვია ეს? არასწორი სათაურების გამო, ისეთი სათაურების გამო, რომელიც არის ამორალური, საზიზღარი და არ შეიძლება რომ შენ ნახვების გამო და ლაიქების გამო უბრალოდ ადამიანი ფეხებზე დაიკიდო და რაც გინდა ის დაწერო. რა იყო ასეთი? ნუ აი რაღაცა, იქ ნინა იყო ნახსენები, იქ ის, ანუ არ მინდა, ნუ წერენ. 100 ჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ჩემი სტორების აღება და გასტატიება და არ მომწონს, არ მსიამოვნებს, წაშალეთ. თუნდაც ახლა ცოტა ხნის წინ სტორი დავდე, რომ ჩემ კაფეში სარკე გამიტეხეს, ანუ აი რა შუაში იყო მაგის განიუსება. აი რა შუაში იყო, ვერ მივხვდი ცოტა. მე პირდაპირ ვაკავშირებ ამას შენს გულწრფელობასთან. კი. არ გიფიქრია, რომ აი თუ ზოგადად შენ გჩვევია, ეს ჩემი შეფასება არა, ეს ჩემი დაკვირვებაა. გჩვევია ისაუბრო ისეთ თემებზე ღიად, რაზეც აი ძალიან ბევრი ვერ ბედავს ისაუბროს. და რა თქმა უნდა, ეს мотиваციაც არის პრესასთვის, რომ სტატია იყოს. ჩემი აზრით ეს ადამიანების ძალიან დიდი კომპლექსი არის ცხოვრებისეული, რა, რომ აი რაღაცა ჩაკეტილი და იმანის არ გაიგოს და ამანის არ გაიგოს და აი ვიღას აინტერესებს ზოგადად საერთოდ ვიღაცის ცხოვრებაში რა ხდება, ან ვის რას გააკვირვებ დღეს. აი რას ვლაპარაკობ ისეც, რაც შეიძლება ვიღაცასთვის გასაგიჟებელი იყოს, ან არ გაუგიან პირველად ესმის. როდესაც მიდიხარ ყოფილი ქმრის ქორწილში, გინდა არ გინდა ეს მართლა ისეთი და გინდა გულწრფელად გითხრა, რომ არ ველოდებოდი, რომ ხალხი ამას ვერ გაიგებდა. ანუ არც კი მიფიქრია, რომ ამას, ანუ კი შეიძლება მეფიქრა, რომ ხო გახდება სალაპარაკო თემა, მაგრამ ანუ რაღაცნაირად არ ვუღრმავდები ეგრეთ ძალიან ჩემ ნაბიჯებს თუ რა არ ვიცი ეს რას ნიშნავს. უბრალოდ მე მგონია, რომ აი კაიფობ ცხოვრებით. ვაკეთებ იმას, რაც მინდა, რაც გონია, რომ გამისწორდება და სიამოვნებას მომანიჭებს. არ ვარ ადამიანი, რომელიც ნიღბით დადის და აი ეკრანის უკან სხვანაირია ცხოვრებაში, სხვანაირი. აბსოლუტურად ესეთი ვარ ცხოვრებაშიც, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ვარ, როგორცაც მაყურებელი მხედავს, ეგეთი ვარ, ჩემს მეგობრებთანაც, ახლობლებთანაც. არ სიამოვნებს ადამიანები, რომლებიც თამაშობენ და რომლებიც აი ძალიან კლასიკურად ზიან და რაღაცა მაღალფარდოვანული. აი რა სანახაობა არის ჩემთვის ეგ ვერ გეტყვი რა. ხო და ინახე ასეთი თავისუფლება, ხო? ზოგისთვის გამაღიზიანებელია. რატომ? რადგან თვითონ არ შეუძლია იყოს. ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. და ამიტომაც ხდები ხოლმე ძალიან კარგად მესმის და ლადო ბურდულის ავიჩემი ამ ბოლო დროს და ხშირად ვამბობ სიტყვები არის, რომ ქართული საზოგადოება სულ ჟივრის პოზიციაში არის ის ხალხი, რომელიც თვითონო არაფერს არ აკეთებენო, იმ ადამიანებს აკრიტიკებენ, რომლებსაც შეუძლიათ რაღაცის კეთებაო რა. ვინც მოქმედებსო და უმოქმედო ხალხი ის და იძახიანო და ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ რაღაცას აკეთებენო, იმას ბოლომდე აკრიტიკებენო რა. და ზუსტად ეგრეა. არ გიფიქრია, რომ მაგალითად რაღაც მომენტები რაც ხდება შენს ცხოვრებაში, არ გააზია, რომ მაგალითად თუ არ გინდა, რომ ამაზე რეაქცია ქონდეს ხალხსა და პრესას. არა.
არ მიფიქრია. მართლა არ მიფიქრია. რატომ? ჩემი თავიდან გამომდინარე, მე მაგალითად სულ მაგას ვიძახი რა, არ ვიცი რა არის შური. არასდროს არავის აი გულწრფელად მთელი ჩემი არსებით შემიძლია დავიფიცო, რომ არავისი არ შემშურებია არასოდეს. და ვერ ვხვდები რა არის შური და ვერ ვხვდები ადამიანებს რა შურს ხვისი. იმიტომ რომ მე თვითონ ეს არ განმიცდია რა არის. ამიტომ ვერ ვხვდები იმ ადამიანების, რომლებიც ვერ ხვდებიან ჩემ ცხოვრებაში რა არის ისეთი, რაც შეიძლება იყოს გასაკვირი. იმიტომ რომ მე არ გამკვირვებია არავისი არაფერი. ხო, მაგრამ ეს იმას ხომ არ გამორიცხავს, ზოგადად- სხვას შეიძლება შეშურდეს შენი. ზოგადად ხო ადამიანები საკუთარი თავიდან გამომდინარე უყურებენ ყველაფერს, ხო? რომ აი თვითონ როგორ უნდა ავხსნა ეგ სწორად რა. ხო, ჩემი თავიდან გამომდინარე, მაგალითად, სხვამ რაც არ უნდა გააკეთოს. მე ის არ გამიკვირდება და არ გავხდები ადამიანი, რომელიც თიც გავიშვე, რომ ვაიმე ეს რა გააკეთა. და სხვები იმიტომ იშვერენ თიც. სხვებისგან, რომ თვითონ ეშინიათ იმ ყველაფრის გაკეთება და ანუ ვერ ავხსენი სწორად, ვერ გამოვიტანე აზრი რა. ადამიანი იმაზე იშვერს ხელს, რისი გაკეთებაც თვითონ უნდა, მაგრამ არ შეუძლია. და ან აკეთებს და მალავს. და დამალვა უნდა ამ ყველაფრის. და შენ ასე ღია დაკეთებ და ამას სჭირდება ალბათ რაღაც დონის სიძლიერე და გამბედაობა, რაც არ აქვს იმ ადამიანს. ეს გამოიწვევს ხოლმე. ძალიან კაია, ვიღაცების ეს მაგალითი ვიქნები, რომ თავისუფლად იცხოვრონ და ის სიამოვნო ცხოვრები და გააკეთონ ის, რაც უნდათ და არავის სალაპარაკო ეგ არ არის რა. საერთოდ. მე კიდე როგორ ვფიქრობ, იცი? ყველა ადამიანმა რომ თავის ცხოვრებას მიხედოს, თავის განვითარებას მიხედოს და საკუთარ თავზე იფიქროს, იზრუნოს და ცადოს, რომ თითოეული ადამიანი უკეთესი იყოს და გახდეს, ანუ უფრო კეთილი, უფრო პოზიტიური, უფრო ერთმანეთის მიმართ მობიერი, მგონია რომ რაღაც უფრო კარგი აურა და სიტუაცია შეიქმნება და ყველაფერი უფრო კარგად წავა. ვიდრე ის რომ ერთმანეთი ანუ ვერ წავალთ ფიზიკურად, წინ ვერ წავალთ ოჯახებში ესეთი დაძაბული სიტუაცია რო არის, მეგობრებში ესეთი დაძაბული, იქნებ მაგაზე ვიფიქროთ, რომ ყველამ უბრალოდ ცადოთ, ხო გვინდა რომ კარგად ვიყოთ, ხო ფიქრობთ რომ კარგი ტიპები ვართ, ხო ფიქრობთ რომ ბევრად კარგი ტიპები ვართ და წინათაობა, ხო ფიქრობთ რომ რაღაცნაირად უფრო განვითარებული გონება გვაქვს. აი ხო შეიძლება რომ უბრალოდ ცადოთ, ყველამ ჩვენი თავი ვიპოვოთ, ჩვენი საქმე ვიპოვოთ და ერთმანეთის მიმართ აღარ ვიყოთ ესეთი მოთხოვნებით წარსდგენილები. მგონია რომ აი რაღაცნაირად ადამიანი საკუთარ თავთან რო კარგად იქნება, ყველა აი ბევრი კარგი თეთრი ტიპი რო იქნება, ხო? ერთ დიდ წრეში. უფრო კარგი იქნება მერე ცხოვრებაც და სიტუაციაც და ყველაფერი. და კიდე მგონია რომ თაობების შეცვლა ჭირდება იმ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა იყოს. იმიტომ რომ ძალიან რთული არის რა, ჩვენ ხო ქვეყანა ვართ, რომელიც სულ თვით გადარჩენაზე ვართ, სულ ვიღაცისგან ვიცავთ თავს და ეს უკვე სისხლში გვაქვს უკვე ანუ პოზიცია გვაქვს სულ თვით გადარჩენის რა, სულ ოდითგანვე ესე იყო რა, ისტორიულად რომ შეხედო ამ ყველაფერს, სულ ვიღაცისგან თავს ვიცავთ, ხო? სულ აი ამაში ვართ და ოდნავ ვიღაც რაღაცას გვეტყვის და ეგრევე შეტევაზე გადავდივართ. ხო, აი ეგ უნდა შევცვალოთ რა. აი ეგ რაღაც შეტევა უნდა შევცვალოთ, ეგრევე კივილი, წივილი, ერთმანეთის მიმართ დაჯახება, ძალიან ცუდია. ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე შენი სიტყვები, რომ ამ ბოლო დროს გადაცემებში მეპატიჟებიან ვისაუბრო ან პირადზეო, ან ზედმეტწონაზეო. რატომ მოხდა შენ ცხოვრებაში ასე, რომ არ გეპატიჟებიან ისაუბრი იმაზე, რომ მომღერალი ხარ პირველ ამიტომ აღარ დავდივარ გადაცემებში. მართლა აღარ დავდივარ. აი რამ გამოიწვია, რომ შენი პირადი უფრო საინტერესო გახდა, ვიდრე შენი პროფესია? ვისი პროფესია არის დღეს საქართველოში იმაზე საინტერესო, ვიდრე პირადი ცხოვრება? ანუ ეს არის იგივე და იგივე მენტალიტეტის ბრალი? მგონია რომ ზოგადად ყველგან, არა მარტო საქართველოში, უფრო საინტერესო არის ეგ საჭორაო თემები რა. კიდევ ერთი თემა, რომელიც აი მართლა მინდა ესე ცალკე გამოვყო, ეს არის ღალატი შენს ცხოვრებაში.
ვნახე რომ როდესაც ვემზადებოდი ამბობდი რომ პირველ მეუღლემ გიღალატა შემდეგ მას შემდეგ შეყვარებული იყო მიღალატაო შემდეგ მეგობარი იყო იმანაც გიღალატა რატომ დაგდევს ეს ღალატი შენ არა არ დამდევს საერთოდ არ დამდევს ესაც რაღაცა ის იყო რა აი ჩემი ტრამვა იყო ცხოვრებისეული რომ მე თვითონ ვიზიდავდი ამ ღალატს რა მე თვითონ ვაძლევდი ადამიანების იმის უფლებას რომ ჩემთვის ეღალატათ როგორ გამოიხატებოდა ეს აბა გაბედოს ეხადა ვინმე მიღალატოს მოდი ამას დავუბრუნდეთ მოგვიანებით კარგი იყო რა გამოიწვევდა შენი აზრით მე მაქვს ჩემი აზრი და გეტყვი მოგვიანებით რა გამოიწვევდა შენი აზრით ამას რომ აი ასე შეეძლო ადამიანს ეღალატა შენთვის მე ვიჩვენდი არასწორ ადამიანებს ჩემს გზაზე ყოველთვის რა იცი როგორ არის აუცილებლად ყველა გძნობს მოღალატე არის თუ არა ადამიანი და არის გამკეთებელი თუ არა ამის რა ბევრს რო აპატიებ ძალიან, ბევრს რომ გაუტარებ ადამიანს, ის აუცილებლად ბოლოს მაგას გაგიკეთებს. აი, ეს ზუსტად ეგ არის ჩემი მოაზრება, რომ ინტერვიუს რომ ვიწყებდით, ახლა შენ თქვი, რომ ბევრს ვპატიობო, ასევე ვიცი, რომ გაქვს ნათქვამი, ბევრ სიყვარულს გავცემო. ხომ არ თუ რომ ეს გადამეტებული ნებისმიერ რამ სიყვარული პატიება ნებისმიერი სხვა რამ გამოიწვევს ზუსტად ამას რომ აი ადამიანი გრძნობს რომ ნუ აი თუ ერთხელ მაპატია აღარ ვარ ეგრე ეგეც ასაკის ბრალი იყო ეგეც იმის ბრალი იყო რომ პატარა ვიყავი გამოუცდელი ვიყავი საკუთარ თავში ბევრი ეჭვი მქონდა ჩამოუყალიბებელი ვიყავი არ ვიცოდი რა მინდოდა მე თვითონ ეგეც ხო ცალმხრივი არ არის რა რომ ღალატობენ ჩემი აზრით ეგეც ცალმხრივი არ არის ნუ ამბობენ ხოლმე რომ ღალატში ორივე მხარე არის დამნაშავე კი რას რის უფლებასაც მისცემ ისე მოგექცევიან რა მე ეგრე მგონია ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია რომ ნუ მე ხლა არ მყავს მეორე ნახევარ მაგრამ აი ვუთხრა ან მივცე იმის უფლება რომ მიღალატე ან როგორ უნდა ვიყო უფლებას კი არ აძლევ აი მაგას ვამბობ რა ბევრჯერ ვაპატიებ ბევრს რო გაუტარებ ეგ უფლების მიცემა არ არის ფაქტობრივად მიყავს იმ გზისკენ რომ უარესი და უარესი გაგიკეთოს. და რატომ მიყავი ასე? მე გონა რომ ეგ იყოს სწორი მაშინ. ღალატი? ღალატი კი არა, ეგეთი ჩემი დამოკიდებულება რომ მე ადამიანი რომელსაც მიყვარს იმას ყველაფერს ვუკეთებ და იმას ყველაფერს პატიობ და იმისთვის ცხოვრობ, ეგ იყოს სწორი. რა იყო ეს გარდატეხვის მომენტი, როდესაც მიხვდი რომ всё უკვე ასე აღარ შეიძლება. აი საკუთარ თავი, როდესაც დავიწყე ჩემი თავის გაცნობა, რომ დავუსვი კითხვას ერთოდ ვინ ვარ, რა ვარ, რა მინდა, საერთოდ ზოგადად ადამიანებს ისე ამთავრებენ თავიანთ სიცოცხლეს, რომ არ უსმენ საკუთარ თავს კითხვებს და უბრალოდ დინებას მიყვებიან და ისე ცხოვრობენ რა. აი მაგალითად სარკეში ვდგები უყურებ ხოლმე ჩემ თავს და იქ აი უბრალოდ სილუეტს კი არ ხედავ, შიგნით თიკას ხედავ, რა სურვილები მაქვს, რა მინდა, ვინ ვარ. აი ესე გავიცანი ჩემი თავი რა, ანუ შიგნით გავიცანი ვინ ვარ და არა მხოლოდ ვიზუალური მხარე სარკეში. ანუ ჩემ თავიდან გამომდინარე დავიწყე ფიქრი, რომ ის კი არა რომ მე ესე მითხრას რომ ეს არის სწორი და ეს არის სწორი გზა. არა, მე რას ვთვლი ჩემი თავიდან გამომდინარე რომ არის სწორი. მე რა მგონია რომ არის სწორი, მე რა მესიამონება. ანუ პირველ რიგში დავაყენე საკუთარი თავი. და მე უკვე სხვა რაღაცეები, რომ ისე ვიცხოვრებ და ისე გავაკეთებ იმას, რაც არის სწორი, რომ სხვა არ დავაზიანო მაგალითად. გავითვალისწინო ის, რომ თქვათ ოჯახს პატი ვივცე, ჩემს ახლობლებს პატი ვივცე და ისე წავიდი ამ სწორ გზაზე. ისე კი არა რომ დავა ისე მივდივარ ისე როგორც მე მინდა და ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა და სხვა ყველა ფეხებზე მკიდი არა. ანუ ყველაფრის გათვალისწინებით ვაკეთებ იმას, რომ გავაკეთო ის ყველაფერი, რაც მე მინდა. ეგოისტი ხარ? არ ვარ. საერთოდ არ ვარ ეგოისტი. არაფერში არ გამოიხატება, რომ ვარ ეგოისტი, მაგრამ ისეთი ხასიათებიანი გოგო ვარ. მადლობა. არაფრის.